ძალიან მიხარია, რომ ეს გაერთიანებული ეთერი შედგა, მაგრამ იმავდროულად ჩემთვის არის ძალიან სევდიანი, რომ მთავარი არხი ერთ-ერთი მძლავრი პლატფორმა თავისუფლებისთვის ბრძოლაში ამ ეტაპზე გამოეთიშა ამ ყველაფერს და ჩვენ კი ეს ომი ამ წუთას წავაგეთ, მაგრამ დამარცხებულად თავს მაინც არ ვგრძნობდა, ყოფილები კიდე ჩვენს პროფესიაში არ არსებობენ და ყოფილი ჟურნალისტი და ყოფილი წამყვანი არ არსებობს, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას. რა გზაც გვექნება იმით და ერთი კარები რომ იხურება, მეორე ფანჯარა იღება და აუცილებლად უნდა შევძლოთ ის, რომ ის ენერგია, ის ძალა, რომელიც ქონდა ამ არხს არსად არ დაიკარგოს. რუსთავი ორიდან კი, აბსოლუტურად. დღეს გიწევს ივანიშვილის სასამართლოში იმის მტკიცება, რომ ჟურნალისტი ხარ. ხო, გუშინ იყო შენი სასამართლოს ხდომა, მოგვიყევი აი ამ ფაქტის შესახებ. მოკლედ ეს ცუდი ამბები ერთმანეთს ხო დაემთხვა. 1 მაისს ეს იყო უმძიმესი დღე მთავარი არხისთვის და 2 მაისს ჩემი სასამართლოს ხდომა შედგა, სადაც მედავებოდნენ 2 თებერვალს გზის გადაკეტვას რუსთაველის გამზირზე. ეს ის დღეა, როდესაც თბილისი-მოლთან იყო ძალიან დიდი აქცია და დემონსტრაცია. მე ვიყავი რუსთაველზე, იმიტომ რომ აქცია უერთდებოდა და დემონსტრანტები მოდიოდნენ თბილისის გულში, სადაც არის ხოლმე პროტესტების ეპიცენტრი და გზა გადაიკეტა და მე დაახლოებით 20 წუთის შემდეგ გადავედი გადაკეტილ რუსთაველზე, იმიტომ რომ ტროტუარზე ვიდექი და ველაპარაკებოდი ვასკა ივანოვ-ჩიქოვანს და მასთან განვიხილდი რა ხდება მის თავს, რა აბსურდში იმყოფება ის და სულ ცოტა ხანში მეც აღმოჩნდი ამ მდგომარეობაში და გუშინდელ ხდომაზე მეუბნებოდნენ რომ შენ გზა არ გადაგიკეტია, მაგრამ ახლა უნდა დაგვიმტკიცო, რომ ნამდვილად ხარ ჟურნალისტი, უნდა მივიტანო შემდეგ ხდომაზე ჩემი ხელშეკრულება, რომელიც არხთან მქონდა და ამ სამართალ დამცავს, რომელიც მეუბნებოდა, რომ არ მიცნობთ და არ იცით ვის ედავებით და ვის წინააღმდეგ აწარმოებთ საქმეს, ეს არ იცით მეთქი, ვეკითხებოდი, რომ მე ვარ მთავარი არხის ჟურნალისტი ნათია გოგსაძე, არაო, მეო ტელევიზორს არ უყურებოდა. მაშინ მეუთხარი, ახლა ამ დღეებში სამწუხაროდ მთავარ არხზე ვეღარ ვნახავთ, ჩვენი ტელევიზია დაიხურა და ონლაინ პლატფორმა დავაფუძნეთ მეთქი on time დამილაიქეთ, გამომწერებიც სჭირდება, ნახვებიც სჭირდება და მოდით ახლა ამ სასამართლოში ვინც ხართ, ამ დარბაზში ვინც იმყოფებით, ყველამ შეხედეთ მეთქი. ეს ერთის მხრივ როგორც კომიკური მდგომარეობა, იმიტომ რომ რეჟიმები ბოლოს ყველაზე უფრო ავტოკრატული და დიქტატორული და სასტიკი რეჟიმებიც კი ხდებიან სასაცილოები და კომიკურები და გუშინ ზუსტად აი ამ ტიპის აბსურდის ხდომაზე ვიყავი მე და ამ ტიპის აბსურდში ხარჯავენ დროს, ენერგიას, რომელიც სულ სხვაგან უნდა მიემართებოდეს და ჟურნალისტს ამტკიცებინებენ, რომ არის ჟურნალისტი. ერთი მინდა ვთქვა, რომ აი განსაკუთრებული მადლობა მთავარი არხის ჟურნალისტებს, იმიტომ რომ არანორმალურ პირობებში რა ტიპის წინააღმდეგობები არ შეგვხვედრია და გადაგვილახია. ფინანსური, ციხეში ჩვენი დირექტორი, მე ნაწილი გუნდის წავიდა, ნაწილი დავრჩით და უხელფასოდ მუშაობდით ძალიან დიდ ხანს, მაგრამ აი ასეთი ფინალისთვის მზად არავინ არ ვიყავით, იმიტომ რომ ეს ბრძოლა 6 წლის წინ კი არ დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ. 2012-ში რუსთავი ორიდან დაიწყო და მე მახსოვს თქვენ თუ იტყვით რომ ფინალია, იქნება ფინალი, მაგრამ თუ არა, ნამდვილად და მე მგონია რომ ეს ენერგია არსად არ გაქრება და ის ერთიანობა და ბრძოლის გამოცდილება, რომელიც გვაქვს და სხვანაირადაც არ შეგვიძლია, მართლა ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.